უკვე 1 წელი გავიდა რაც UFC-ში ხართ ალექს. ცოტა იმედი ხომ არ გაგიცრუა ამ წელმა, რადგან მხოლოდ 2 ბრძოლა გქონდა. კიდევ რამდენიმე შეხვედრას ხომ არ ისურვებდი? ჩემი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა რაც მაქვს არის მოთმინება. მე ველოდებოდი ამ მომენტს. იცით, მოდით ესე ვთქვათ. ჩემი კარიერა არ იყო პირდაპირ გზა. მე დავიწყე შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება 9 წლიდან. სპორტი 4 წლიდან. მაგრამ შეჯიბრებებში მონაწილეობა 9 წლიდან. ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც ცვლილებები. მე გავხდი ჩემი ძმის ილიას მწვრთნელი. მაგრამ არასდროს დამიკარგავს მებრძოლის სული. ვიცოდი რომ რაღაც მომენტში დაუბრუნდებოდი და ვიბრძოლებდი. ხანდახან ძნელია პოზიციიდან სადაც ვიყავი წარმოიდგინო რომ ოდესმე გახდები UFC-ს მებრძოლი და მოიპოვებ დამაჯერებელ გამარჯვებას, რადგან ამდენ წლიანი შესვენების შემდეგ ძნელია დაბრუნება, მაგრამ მე ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია და ამჟამად სიამოვნებას ვიღებ ყოველი წუთით, განწყობას არაფერი მიფუჭებს. მეცაც გეტყვით, ამ ყველაფრით უზარმაზარ სიამოვნებას ვიღებ. იმიტომ რომ ჩემთვის ბრძოლა ყველაფრის შემდეგ რაც გავაკეთე როგორც მწვრთნელმა ჩემს ძმასთან ერთად და მას შემდეგ რა გზაც გავიარე, ვიყო აქ და ვიბრძოდე, ეს ჩემთვის ნამდვილი ღმერთი საჩუქარია. და თუ ახერხებ და ვიბრძვი წელიწადში 2-ჯერ UFC-ში, ამ შესაძლებლობისთვის მადლიერი ვარ ღმერთის. შენი ისტორია მახსენებს გენადი გალოვკინს. მისი ძმა გახდა ერთ-ერთი მისი ტრეინერი და თავისი კარიერა გვერდზე გადადო. ამიტომაც შეძლო მან მიეღწია ყველაფერთვის, რასაც მიაღწია. ასე მგონია რომ შენც იგივე გააკეთე. დიახ, და ამავდროულად როგორც უკვე ვთქვი, თის საჩუქარია რომ არა მხოლოდ ამით ვარ დაკავებული, არამედ მაქვს დრო და ასაკი. მე ახლა 29 წლის ვარ. ასე რომ ასაკიც ხელს მიწყობს ამ მიმართულებითაც დავტკბე. ხანდახან კითხვებს მისვამენ. წნეხს ხომ არ უგრძნობ? რა არის საერთო წნეხი? მე სიამოვნებას ვიღებ იმისგან, რაც მიყვარს. ცხოვრობ ცხოვრობით, რომელიც მიყვარს. ცხოვრობ სპორტით. ვეჯიბრები მსოფლიოში საუკეთესოებს. ასე რომ მე დალოცვილი ვარ. ალბათ ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება. ბევრი ადამიანი, რომელიც იმ სკამზე იჯდა და ჩემი თხოვნით ქმნიდა საუკეთესო მებრძოლს. მათმა ნახევარმა მაინც, როგორც კი ძალაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მაშინვე ახსენა ილია. მას ყოველთვის ჰქონდა მსგავსი ქვის ხელები. წესით შენ კარგად უნდა იცოდე, რადგან სავარაუდოდ ყველაზე მეტი მისგან შემოგხედრია. კი, მაგრამ ისე არც მე დამიკლია, ხოლო თავისთავად. კი, მას არანორმალური ძალა აქვს. ნამდვილად ესეა. ჩვენ ყოველთვის ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ბავშვობიდან მოყოლებული. სულ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით იმაში, ვის უფრო ძლიერი დარტყმა ჰქონდა. ერთმანეთში თამაშისას ვინ უფრო ძლიერად დაარტყამდა და ან კრივის ტომარას ვინ უფრო მაგრად შემოარტყამდა. მოლშიც რომ მივდიოდით, იქაც იმ აპარატს ვურტყამდით რომ გვენახა. ვინ უფრო მაგრად ურტყამდა. მანამდეც კი, სანამ ბოქსს სწავლიდით. ჩვენი ბრძოლა ქუჩის ჩხუბს უფრო გავდა. ხელებს გიჟებივით ვიქნევდით. ყოველთვის თავი დაბლა და დარტყმებს ცვლიდით. და ხელებს ყოველთვის გზნობდნენ თუნდაც დიდი ბიჭები. ძიმეწონოსანი ბიჭებიც კი და გვეუბნებოდნენ ხოლმე რომ თქვენ პატარები კი ხართ, მაგრამ ძალიან ძლიერად ურტყამთ. მაგრამ როდესაც შენ გაქვს ასეთი ძალა და დაურთავ ტექნიკას, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ძალა. ხანდახან ხალხი შეცდომით თვლის რომ საქმე მხოლოდ ძალაშია. ეს საჩუქარია და ასე შემდეგ. საქმე მხოლოდ ძალაში არ არის. დიახ, რა თქმა უნდა, მას აქვს ეს ძალა გენეტიკურად. მაგრამ ამასთანავე, ეს არის ზუსტი მომენტის შერჩევა. იცით, ყველაზე კარგად რაც მას გამოზდის, არის ზუსტი მომენტის შერჩევა. ყველა საუბრობს ძალაზე და სხვადასხვა რამეზე, მაგრამ საქმე არ არის სისწრაფეში, ძალაში ან ტექნიკაში. ყველაზე მთავარია ზუსტი მომენტის შეარჩევა. რადგან რომელია ყველაზე ძლიერი დარტყმა ან ყველაზე ძლიერი დაცვა? ჩემი აზრით არ არსებობს საუკეთესო დარტყმა ან საუკეთესო დაცვა. საქმე სწორად შერჩეულ მომენტშია, როდესაც ამ ტექნიკის გამოყენებას გადაწყვეტ. ასე რომ
ყველაფერი მომენტის სწორი შერჩევაა და როდესაც სწორ მომენტში გააქვს ეს ძალა, რა თქმა უნდა, რეზულტატსაც ნახავ.